ესე იგი როგორც იქნა მოვახერხე და წავართ ვით შემეგობარ მარტინს ცოტა ხნით თავისი უმშვენიერესი აპრილია ტუონო V4 ფაქტორი აი ულამაზესი ბაიკია აკრაპოვიჩის ეგზოუსტით ფანტასტიკურ ხმას გამოსცემს უმშვენიერესია ამ ბაიკზე რა ყველაფერი რაც შეიძლება ინატრო ყველაფერი აქვს electronic suspension-ი cruise control-ი heated grips-ი რა ყველაფერი აქვს all-in suspension-ი აქვს ზუსტად იგივენაირი როგორც ჩემს speed triple RR-ზე არის და დაახლოებით ძრავის მაჩვენებლები იგივე არის. ამაზე თუ არ ვცდები, ამ ბაიკზე გვაქვს 125-126 ნიუტონ-მეტრი თორქი, როგორც ჩემ ბაიკზე და ამ კონკრეტულ ბაიკზე, ესეთ ამ ეგზოუსტით არის დაახლოებით 193 ცხენის ზალა. როდესაც ჩემსაზე არის 177 სტოკი. ასე რომ შევადარებ ახლა. როგორია, რამხელა სხვაობაა ჩემ ბაიკსა და ამას შორის. ანუ ყველა იძახის, რომ ბევრად უფრო აგრესიულიაო. და სატარებლად, დაახლოებით იგივე აუთპუტი აქვს თორქშიც და ცხენის ძალებშიც, მაგრამ უფრო სნეპია და უფრო აგრესიული სატარებელია, ალბათ ტრიუმფთან შედარებით. ტრიუმფი ძალიან ესეთი გლუვი და მარცვადი და კონტროლირებადია. ამა ვნახოთ ეს როგორ იქცევა. ცოტა ცივა, უნდა გავახუროთ საბურავები. კორსები გვაქვს აქთან უნდა გახურდეს კარგად სანამ ამითი რამეს ისეც გააკეთებ დოჯის ასე რომ ვნახოთ აბა სენსორი აქვს ანუ რობნელდება შავ დისპლეიზე გადადის ძალიან მაგარი მაგრად ასწორებს რა ხმა აქვს ფანტასტიკური ხმა აქვს. იმედია რაღაცის ჩაწერას მოვახერხებ და ჩემი ხმა ისმის, იმიტომ რომ ეგზოუსტი აქვს ძალიან ხმა მაღალი. საბურავები უნდა გავახუროთ აუცილებლად ამ ბაიკზე, თორე ისე არის ამისტარება, ესეთ ამინჩი არის საშიში. I'll stick a fiber in it. Yeah. Oh, fantastic man. Fantastიკური ხმა აქვს. ურბილესი suspension-ი აქვს. ესე მარტინი იძახდა რომ მართლა magic carpet-ივით არისო. მოსახოვებიც კარგად უჭირავსო და ამა ვნახოთ. წავედით. ამა ვნახოთ რა შეუძლია. აპრილია ტუონოს. Quick shifter-ი საკმაოდ კარგად მუშაობს. ცოტა ლივერი მაღლა აქვს, ფეხის ლივერი, მაგრამ მიჩვევის ამბავია ალბათ ეგ. ჩემ ბაიკთან შედარებით ცოტა მაღლა აქვს. ოკეი, დავიდეთ. აჰა, მოსახვევი, რავი, კარგია. ეხლა მაინც ვერ უბედავ ბოლომდე, ახალი გაუხურებელი საბურავებია. მაგრამ აი suspension-ი მუშაობს ძალიან კარგად რამ ბაიკზე. შეიძლება იმაზე უკეთესად ვიდრე ჩემსაზე მუშაობს, მაგრამ გააჩნია რა მოდიაყენია. ეხლა არ ჩავძიები ვარ, უბრალოდ სპორტ მოდზე დავაყენე და ეგ არის და ამ სპორტ მოდში რა პარამეტრებია შეყვანილი ზუსტად არ ვიცი ჯერ. Wind protection-ზე რა გითხრათ უკვე. ჩემი ბაიკი ამაში აშკარად ჯობნის. Quick shifter-ი მუშაობს ძალიან კარგად. ბაიქს გვერდიდან რო უყურებ ძალიან მაგრად გამოიყურება, მაგრამ აი რაიდერი რო ზის ტუონოებზე ისეთი შთაბეჭდილება გქჩება, რომ სპორტ ბაიკია, რომელსაც სწორი ჰენდლბარები აქვს და ეს გამართული პოზიციით ვიღაც ზის და აი ძალიან უცნაურად ჩანს. არ ვიტყვი რომ ლამაზი არაა, მაგრამ აი რაღაც სიტკოსა და რაღაცა ნიტოა რა, უცნაური ისაა. What a noise.
traction controls კი არა და ანტივილის ვეჭიდავები, უნდა გამორთო აშკარად. 2 level-ზე აყენია ახლა, მაგრამ მაინც არ გაძლევს საშუალებას არაფრის გაკეთების. შეიძლება traction control-ის ამბავიც არის ახლა, მე ძირითადად ჩემ ბაიკზე traction control-ი გათიშული მაქვს, მაგრამ ახლა სხვის ბაიკზე რო ჯდები ეგრევე traction control-ს ვერ გათიშავ, მაგრამ ცოტა მივეჩვიოთ და მერე ვნახოთ, მერე გავთიშავ ალბათ. რომ ვნახო რა output-ი აქვს ჯამში. Where are we going? Where? ძალიან კარგად უჭირავს მოსახლეობა აშკარად. აჩქარება აქვს ძალიან ბრუტალური. აბა მოდი აქ ჯესი. And then but we messed it up like so you press that mode button again. Oh, it is in Sport and press it and then it selects. There we go. I switched off the wheelie control on this one. So take it easy. I didn't Right, so he says he's taking the wheelie control off, but I need to take it easy. Alright. ეხლა ვნახავთ რა შვება, აბა ანტიwheel გამოურთეთ. ცოტა საშიში იქნება. მაგრამ ვნახოთ აბა რა შვება. გამორთულ ანტიwheel-ის. ეს ბაიკი გამისწორდებოდა კაი ზაფხულის დღეს. ზიანამინჩი, საბურავები რომ კარგად გახურებულია, აუ რა ებს იზავს ეს ბაიკი. ფანტასტიკური რამე. ძალიან კარგად უჭირავს, აი რა ვიცი. მართვადობა აქ ამ ბაიკს იდეალურად. საკმაოდ სუბუქი სამართავია, იმის და მიუხედავად, რომ თითქოს დიდი ბაიკია. რებ შვებაჩი. ძალიან მაგარი რამე. ძალიან მაგარი რამეა, რებ შვება просто. იდეაში თითქმის იგივეა, რასაც ჩემი ტრიუმფი შვება ალბათ. აი ვნახოთ. ეთე პირველ სიჩქარეში ვნახოთ, აბა. კი, თავისუფლად. იდეალური suspension-ი იდეალური ზრავი ფანტასტიკური ეხლა ხვდები თუ რატო გიждდებოდნენ ამ ბაიკს ძალიან კაი ბაიკია просто სწრაფად ამ ბაიკზე ძალიან სწრაფად უკვე აღარ გისწორდება ეცა რომ აი კარი განადგურებს ამ ბაიკზე დაუნშიფტს რო აკეთებ აუ ფანჩის როდელი მივლის რა მაგარი რამეა so cool რავი რა სიტყვით ძალიან მაგარი რამეა просто აი ჩამოსვლა არ გინდა ამ მოტოციკლეტიდან მაგრამ ძალიან გავიგდე ახლა ეგრეთ არ შეიძლება სხვისი მოტოციკლეტი მარტინმა მაგრად მიჯიგრა რომ მათხოვა და შემომხედა და ნერწყვებს რო უშვებდი ეთყობა შემნიშნა და გასაღები მომწაწადი გაიკატავა ძალიან მაგარი რამეა კი რავი რო შევადარო ჩემ ბაიკი უფრო როგორ ვთქვათ უფრო გლუვია ესეთი რაღაც უფრო სპორტ ბაიკს გავს ხასიათით და ეს უფრო ეს რასაც ქვია naked ბაიკია რა დაბალაბაროტებზე პირველ სიჩქარეში მეორე სიჩქარეში თითქოს უფრო მეტი ფანჩი აქვს ვიდრე ამას ეს უფრო ზემოთ RPM-ზე იხსნება უფრო სპორტ ბაიკებითაა
მაგრამ ძირითადად გვანან მაგრად ერთმანეთს რა. აი პიქტორქიც ძირითადად ერთი და იგივე RPM-ზე ურტყავს, გზნով აი მაქსიმალურ აუთპუტს რა, რომ გირტყავს უკვე რაღაც 9000 RPM-ამდე რო ადიხარ და всё, იმენა უნდა რომ უკანა ბორბალზე დაგაყენოს. ორივეზე გზნով ერთნაირად დაახლოებით. ძალიან მაგარი რამე. Fantastic.